რათა შენარჩუნებულიყო ეს ქვეყანა და შენარჩუნებულიყო ეს ერი. მოგეხსენებათ, რომ უფლისციხე ქრისტიანობამდე პერიოდის ძეგლია. დღეს არის ძეგლი, ხოლო მანამდე იყო ქალაქი, იყო დედაქალაქიც. უფლისციხეც იმიტომ ჰქვია, რომ აქ კვიდრობდა მეფე და ერისთავი ერისა. მრავალი რამ გამოიარა ამ ჭეშმარიტად ვიტყვი წმინდა ადგილმა. იყო წარმართულიც, რა თქმა უნდა. მაგრამ მნიშვნელობა არ დაუკარგავს მას, როდესაც ჩვენი წინაპარი ქრისტიანობას ეზიარა. მნიშვნელობა როგორც შემკრებს ჩვენი ერისა და მოგეხსენებათ, რომ იოანე მარუსიძემ, რომელიც იყო ერისთავი და კვიდრობდა უფლისციხეში და იყო აფხაზეთიდან, დასავლეთ საქართველოდან და აფხაზეთის ასე ვთქვათ სამეფოს ტერიტორიები ქართლშიც გადმოსული იყო და ერთიან სივრცეს ეწოდებოდა აფხაზეთი, არა როგორც გეოგრაფიულ ნაწილს, არამედ როგორც პოლიტიკურ და ეთნიკურ ტოპონიმს ჩვენი ერისა, ანუ აფხაზეთის სამკვიდრო ქართველთა მოდგმის, ქართველების და ასევე ქართლიც. მოგეხსენებათ, რომ მესხეთ ჯავახეთსაც ქართლი ეწოდებოდა. ქართლი ეწოდებოდა ცხინვალის რეგიონს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი წინაპარი ყოველთვის, ყველა დროს იზიარებდა ფორმულას, რომელიც საოცარი სიზუსტით ჩამოაყალიბა გიორგი მერჩულემ თავის ნაწარმოებში ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა გრიგოლ ხანძთელისა, რომ ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, სადღაცა ქართულითა ენითა საღვთო ჟამისწირვა შეიწირებისო. ეს ჩვენს წინაპარს, ანუ გრიგოლ გიორგი მერჩულეს არ უთქვამს, თქვათ, ათონის მთაზე, სადაც ქართველები იყვნენ. ის არ უთქვამს სინას მთაზე, არ უთქვამს საბას ლავრაში, თუ იერუსალიმში, არამედ მან თქვა საქართველოს მიმართებაში. საქართველოს მიმართებაში. რომ იქ, სადაც არის საქართველო, ქართული ენით შეიწირების საღვთო ჟამისწირვა. ქართული ენით იდიდების ღმერთი და ენა ქართული აერთიანებს ყველა ქართულ ტომს. და ჩვენი წინაპარი იყო ერთგული ამ იდეის. მან ამ იდეით შეკრა ერთიანი ქართული სახელმწიფო და ეს იდეა მოგეხსენებათ
უფლის ციხეში არათუ დაიბადა, არამედ ხმამაღლა გაიჟღერა იოანე მარუსიძისაგან, რომ ერთიანი უნდა იყოს ქართველთა სახელმწიფო და ეს გაიჟღერა მაშინ, როდესაც თბილისში არაბები იყვნენ, როდესაც არაბები ავიწროებდნენ საქართველოს. აი იმ ძიმე და რთულ პერიოდში ჩვენმა წინაპარმა ჯერ ეს იდეა გააჟღერა ხმამაღლა და შემდგომ უკვე დაიწყო ამ იდეით შეკავშირება, ყველანაირი ქმედების განხორციელება, რათა ქართველთა შორის კავშირი ყოფილიყო ძლიერი, ერთიანი და ჩვენ ყოფილიყავით შვილები ერთი ქვეყნისა, ერთი სამეფოსი. ეს მცდელობები ადრეცაც იყო. მე მიყვარს და ყოველთვის ვიმეორებ როგორც მაგალითს ატენის სიონის 739 წლის წარწერას, რომელშიც მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ სტეფანოს მამფალი 710 წელს ავიდა ქართველთა და მეგრელთა ტახტზე, ანუ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთიან ტახტზე ავიდა ერის მმართველი. და ეს მუდმივი ცდელობა ჩვენი წინაპრებისა, რომ ერთიანი ქვეყნის შვილები ყოფილიყვნენ, მოგეხსენებათ, რომ დაგვირგვინდა საქართველოს გაერთიანებით. მეფე ბაგრატის ზეობისას და ეს ყოველივე ახსოვს უფლის ციხეს. ამ ყოველივეში მას დიდი დამსახურება და წვლილი მიუძღვის. და მოგეხსენებათ, რომ ჩვენი განმანათლებლები წმინდა მოციქული ანდრია, სიმონ კანანელი, მოციქულთა სწორი ნინო, რომ ისინიც ქადაგებდნენ ქართლის, აფხაზეთის, მესხეთის, სვანეთის, სამეგრელოს, იმერეთის სანახებში და წმინდა ნინოს ცხოვრებამ გვეუბნება იმის შესახებ, რომ მურბრიში მოვიდა წმინდა ნინო და რაღაცა დრო დაჰყო მან ამ ადგილას და შემდგომ გაემართა მცხეთაში. ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით იყო თუ არა ის უფლის ციხეში, მაგრამ გზები ძველ დროს მიყვებოდა მდინარეებს და
სრულებით ყარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ეს ადგილი გამოიარა. სანამდე მცხეთაში ჩავიდოდა. წმინდა ნინომ თავისი ყოფნით აკურთხა აქაურობაც და აკურთხა მთლიანად ერი ქართველთა და ღვთის მადლმა ჩვენი ერი ძალიან ძიმე და ესეთი მკაცრი წარმართობიდან ღვთის მადლით გამოიყვანა და ქრისტიანობამ საოცარი თვისებები შესძინა ჩვენს ერს. შესძინა ლმობიერება, შესძინა სტუმართ მოყვარება, შესძინა მოწყალება, შესძინა მხნეობა, თავგანწირვა და გაუტეხელობა ქრისტეს გულისათვის. ამავ დროს მან შესძინა ჩვენ ერს მაღალი კულტურა და განათლება და თუ ჩვენი წინაპარი ქმნიდა უფლისციხეს აი ამ კლდეში საოცარი გულსმოდგინებით, შრომის მოყვარებით, ამის შემდგომ და რაღაც ისეთი ასკეტური სიმკაცრე ახასიათებს უფლისციხეს, დავითგარეჯს, ვარძიას, მაგრამ ამავ დროს თუ დავაკვირდებით სამთავის სვეტიცხოველს, ერთაწმინდას, ბაგრატს, გელათს, ამავ დროს ჩვენ ვნახავთ საოცარ სიფაქიზესა და ხაეროვნებას. რომელიც მიძღვნილია ღვთისადმი. და ეს ყველა თვისება ჩვენმა ერმა ღვთის მადლითა და წყალობით საუკუნეების მანძილზე ატარა. კიდევაც ბევრი ტანჯვა და ჭირი გადაიტანა. მაგრამ ერთგული დარჩა ქრისტესი და ერთგული დარჩა სამშობლოსი. და ეს 1700 წელი საქართველოს გაქრისტიანებისას საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებისა ეს 1700 წელი არის 17 საუკუნე ქრისტეს ერთგულების, ქვეყნის ერთგულების, ერის ერთგულების. და ეს არის მოცემული ჩვენთვის პროგრამა ერის არსებობის. აი ზოგჯერ ამბობენ რომ იდეოლოგია ჭირდება ამა თუ იმ ერს.
სახელმწიფოს. სულ ფიქრობდი რატო ვიყო რომ აი საქართველოს თქვა არ ქონდათ ისე ჩამოყალიბებულად როგორც პოლიტიკური ტრაქტატი ნაშრომი იდეოლოგიასთან მიმართებაში ეს გააჩნდა სხვა ერებს შუა საუკუნეებში იმიტომ რომ ქართველებისათვის და საქართველოსთვის პირველი იდეოლოგიური ნაშრომი რომელსაც მან თავი მიუძღვნა ჩვენმა წინაპარმა და მთელი არსებით შეისისხორცა ეს იყო წმინდა წერილი ეს იყო წმინდა სახარება ხოლო ცხოვრებაში საერო ცხოვრებაში მისთვის მისაბადს მაგალითს მასწავლებელს საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა ვეფხისტყაოსანი ის ვაჟკაცობა და გმირობა ის რაინდობა ის მიჯნურობაც რომელზედაც საუბრობს ეს დიდი ნაწარმოები ის კეთილშობილებაც ეს ყოველივე მისაბაძი იყო ჩვენი წინაპრისათვის და მისაბაძი ქრისტეს გულისთვის აი დღეს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები იყო ნუ ვიქნებით ურთიერთას მაბრალობელ ზვაობარ და მოშურნეო ანუ ნუ ვიქნებით ერთმანეთის მაყვედრებელი დამადანაშაულებელი ნუ ვიქნებით ქედმაღლები ერთმანეთთან ურთიერთობაში ნუ ვიქნებით ნუ ვატარებთ შურს და მტრობას ერთმანეთის მიმართ და როცა ეს არ არის მაშინ კეთილშობილური გრძნობები არის ადამიანში და აი ამ ორ რამეს წმინდა წერილსა და ვეფხისტყაოსანს მიყვებოდა ჩვენი წინაპარი ვეფხისტყაოსანი კი ჩამოყალიბდა მე-12 საუკუნეში მაგრამ მან ხომ შეკრიბა თავის თავში ყველა კეთილშობილი ყველა ამაღლებული აზრი და გრძნობა რომელიც იყო ჩვენს ერში მანამდე ის კრებულია და მაჩვენებელი არის ჩვენი ერის იმ დროს მდგომარეობისა თუ რას განიცდიდა როგორ აზროვნებდა და ეს ერთბაშად არ ხდება ეს ყალიბდება და ამ ჩამოყალიბებაში ყველა წინაპარს და ყველა თაობას მიუძღვის ამაგი და მოდით ჩვენს დღევანდელ საქართველოს შვილებს ნუ გავფანტავთ ამ ამაქსა და შეკრებილს ჩვენი წინაპრების მიერ და ეს დავიდოთ მაგალითად დაიდოს ჩვენმა ახალგაზრდობამ ურთიერთ პატივისცემა და სიყვარული ვაჟკაცობა სამართლიანობა შრომის მოყვარება და მხნეობა პატივისცემა უფროსის
და უმცროსის, პატივისცემა მამაკაცის და დედაკაცის, ეს იყოს ჩვენთვის მაგალითი და არა ის, რასაც სამწუხაროდ დღევანდელი წუთისოფლის გავრცელებული სულისკვეთება გვთავაზობს. რომელშიც საკუთარი ინტერესების გათვალისწინება პირველხარისხოვანია და საკუთარი ეგოიზმისა და სურვილების დაკმაყოფილება კიდე წარმოადგენს აუცილებლობას და პიროვნულ ღირსებას. და სინამდვილეში კი ეს ადამიანს აკარგინებს ადამიანობას. იმიტომ რომ თუ მივიდრიკეთ აქეთკენ, ჩვენში ზუსტად ეს გამრავლდება შურიც, ტრობაც, ქედმაღლობაც. ერთმანეთის ყვედრება საკუთარი სურვილის პირველ ადგილას დაყენება და ასე კი იკარგება ადამიანთა შორის კავშირები იკარგება. ყველანაირი კავშირი იკარგება, მეგობრული, მეზობლური, ნათესაური, ოჯახური. თუ ამგვარად მოვიქცევით და მისაბაც მაგალითად ამგვარ ღირებულებებს გავიჩენთ. ასე რომ დღევანდელ დღეს ამ წმინდა ადგილიდან, რომელზედაც არის დაღვრილი მრავლად ჩვენი წინაპრების სისხლი, მადლობა უთხრათ ჩვენს წინაპრებს და შევთხოვოთ მოწყალე უფალს, რომ ერი ჩვენი დარჩეს ერთგული ქრისტესი და დარჩეს ერთგული საქართველოსი და ერთმანეთისა. ერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო და ჩვენი წინაპრების ლოცვა შეგვეწიოს დღევანდელ ქართველებს. ამინ. ჩვენთან არს ლოცვა.